მე რო აღარ იყოს რაღაც გაუგებრობებია. კობახიძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს აღჭირდება ის ევროპა, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენში მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე ექცეო, ძაღლებით დევნისო. ანუ პირდაპირ თქვა კაცმა, რომ მოკლა ევროპული გზა, აღარ ჭირდება ევროპა, პაპუასტაშვილიც ამას გაიძახის და რის გამო, რომ დანიის პოლიციამ ჰამასის და ჰეზბოლას აქტივისტები გაძუყნა. და არაფერი არ მოსულიათ იმათ სხვათა შორის, განსაკუთრებით განსხვავებით იმ ხალხისგან, რომლებიც სახისძულების მასობრივი დამტვრევებით დაყარეს რუსთაველზე და მე კიდე იმაში რა ვქნა, დაკავებულებს კიდე სცემდნენ დახურულ მარშრუტკებში. და პლუს კიდე ზემოდან ქიმიური იარაღით წამლავდნენ. აი ეს კობახიძე ამბობს ევროპაზე უარს. პირდაპირ ქოცებმაც რო იცოდნენ რა, ვისაც გონიათ, რომ აი მაინც ევროპისკენ მიდი, აღარ მიდიხართ ევროპისკენ, მოკლა და პარლამენტის შენობას შეხედეთ. პირველად რამდენი წლების განმავლობაში იქ აღარ კიდია ევროკავშირის დროშა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ბანერები, არც ერთი არ არის ევროპული დროშის ფერი. მორჩა. გაიგეთ ყველა. რუსეთია, ურდუა, რუსული ბოსელია საქართველო უკვე. ბორიას სახელობის. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ბოლოს და ბოლოს ვისაც ჯერ არ გაუგია.